საქართველოში პირველი უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი იყო. საბჭოთა პერიოდში ივანე ჯავახიშვილი იძულებული გახდა მის მიერ დაარსებული უნივერსიტეტიდან წასულიყო. უნივერსიტეტიდან წასვლის შემდეგ მეცნიერი შინაპატიმრობაში აღმოჩნდა. იგი მთელს დროს საკუთარ სახლში, ახლანდელი ჯავახიშვილის ქუჩაზე ატარებდა. ახლობლებს აკრძალული ჰქონდათ მასთან ურთიერთობა. თუმცა მეგობრები ამ აკრძალვის მიუხედავად სხვადასხვა ფორმით გამოხატავდნენ დიდი მეცნიერის მხარდაჭერას. ივანე ჯავახიშვილის სახლი წმინდა პეტრე პავლეს სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინ მდებარეობდა. კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი მეცნიერის გასამხნევებლად ხშირად სტუმრობდა ეკლესიას. დარაბებს ფართოდ აღებდა და რაც შეიძლება ხმამაღლა უკრავდა ორღანზე, რათა ივანე ჯავახიშვილი სახლში მოესმინა მის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებები. თუ გინდა გაიგო მეტი ამბავი საქართველოს შესახებ, შემოუერთდი ჩემს კურსს ყველაფერი საქართველოს შესახებ. გელოდები ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.